თქვენთან არის გიორგი, ესე იგი მინდა მოვყვე ისტორია ჩემი ცხოვრებიდან. უმეტესწილად ამ გვერდზე ზუსტად ამასაც ნახავთ, იმიტომ რომ ეს არის ჩემი გვერდი. და ესე იგი მახსენდება ესეთი სიტუაცია, მე მაგალითად აი სკოლაში როდესაც ვსწავლობდი, რამდენიმე სკოლა მაქვს სხვათაშორის გამოცვლილი. ანუ შეიძლება იმის გამოც რომ ცელქი ბავშვი ვიყავი, თქვათ, პრობლემებიც მქონდა სკოლაში სხვათაშორის. ჩემი საქციელების და გამო იყო მომენტი, როდესაც ცუდად ვიქცეოდი რა კლასელებთან მიმართებაშიც, თქვათ და კიდე მასწავლებლებთან მიმართებაშიც რა. ყველა მასწავლებელი რა თქმა უნდა ჩემში არ იწვევდა პატივისცემას. იყო მასწავლებლები მაგალითად ძალიან რო არ გადავერთო ეხა თემაზე, იმას ვამბობ. აი ფიზიკურად ძალადობდნენ, აი ვითომ შენ რო ვერ გიხსნი და იმიტომ მოვიდოდა და დაგარტყავდა რა, თქვათ ან რაღაც სახაზავს, ან შენ როგორც ცელქი იყავი მაგალითად. მე მაგალითად მათემატიკა არ მაინტერესებდა. იმას არ ვამბობ ხე რომ გამრავლების ტაბულა არ ვიცი. მაგრამ ისე ვამბობ ხე რაღაც ფესვის ამოყვანა და რაღაცა ეგეთ რაღაცებთან შეხება არ მქონია და რო არ მაინტერესებდა, იმიტომ ხატავდი. მაგრამ მოხდა ისე რომ ამ მასწავლებელმა მე რაღაც ჭუბი მოგვივიდა, რომ მივიდა რა იმან გამლახყაც 2 მეტრიანი ქალი იყო, რომ ხეთქა ეგეთი რავი რინგზე არ მომხედრია ეგეთი და ქუჩაში. ხო და მე ვნახე რომ სხვა სკოლაში როდესაც გადავედი, მასწავლებელმა მათემატიკა ისე ახსნა, რომ აი მინდოდა ეს გაკვეთილი რო ყოფილიყო კიდე აი რამოდენიმე საათი რა გაგრძელებულიყო, დასვენებაზეც არ გავსულიყო, იმიტომ რომ კარგად ხსნიდა ადამიანი რა, რაღაც თავისი იმით მიდგომით, იმით ამით და ესეთი რაღაცები ხდებოდა რა. კლასელებთან ზოგადად ეხა იყო რამოდენიმე კლასელი, რომელსაც ხო ან მე ჩემთვის არავის არ აუხსნია, მაგალითად რომ რო შეპირდები ადამიანს უნდა გააკეთო რა. იყო რაღაცები, აი ვითომ რაღაც კაი ტიპი რო გამოვშენილიყავი და რაღაცები შევპირდი ადამიანებს და არ გავაკეთე და ხო ვაწყენინე რა, მე კონფლიქტი მოგვივიდა და ასე შემდეგ. მაგრამ არა უშავს, ის ადამიანები მე ხვდებოდნენ, ალბათ ისინიც გაიზარდნენ და მიხვდნენ ეხა რომ პატარა რო იყავი, შეიძლება მაგ დროს გავაკეთე ეგეთი რაღაცა რა, მაგრამ ყველაზე მეტად დამამახსოვრდა ისეთ რომელი ფაქტი, ერთ-ერთ გოგონას დავცინოდი და ისე მოხდა, უბრალოდ ისე მოხდა, რომ ამ გოგონა მიტირა, რომ დავცინე იმიტომ რა. ესე იგი, ეს ყველაფერმა ჩაიარა, მე სკოლა გამოვიცვალე, სხვა სკოლაში წავედი. ხო და აი ეკლესიასთან და რელიგიასთან უკვე რომ დავახლოვდი, უფრო მეტად ლიტერატურას გავეცანი, თქვა და არა იმას ეკლესიურსაც და არა ეკლესიურ ლიტერატურასაც. გამეჩნდა რაღაც სევდიანი გრძნობა ჩემ ყველა გაკეთებულ ცუდ საქციელზე რა. რაც კი გამიკეთებია და რაც გამომახსოვდა და თან დავჯექი და ჩემ თავთანაც გავიარე რა, რაღაც იმასავით რა, აი ტრეინინგივით წავივარჯიშე რომ აი ეს რატო გავაკეთე მაგალითად, აი გავიმეორებ მე თქვათ აი ამ საქციელს თქვათ. ნუ რაღაცეები პირდაპირ უარყვე ჩემ გულში რომ მსგავს რაღაცას მე არ ვიზავ. და ეს გოგო იმდენად სევდიანად დარჩა ჩემ გულში რომ იმის ცრემლები ძალიან მტკივნეული იყო ჩემთვის რომ ჩემ გამო ადამიანმა იტირა რა. და ნაღდად არ იმსახურებდა ეს ადამიანი და აი ვლოცულობდი, ღმერთს ვევედრებოდი რომ ღმერთო შემახვედრე ეს ადამიანი რომ მომეცე შანსი რომ ბოდიში მოუხადო რა. იმიტომ რომ ის პერიოდი ზიარებაზეც ვერ მივდიოდი, იმიტომ რომ ფიქრობდი რომ მეთქი ადამიანზე ესეთი რაღაცა მაქვს გაკეთებული. დანაცინი მაქვს მეთქი და აი რა გულით უნდა ვეზიარო მეთქი, აი რა გულით უნდა მივიდე თქვა ვილოცო რაღაცა. აი ეს რაღაც პერიოდები მქონდა ესეთი. ესე იგი ერთ-ერთ დღეს იმ დროს რა თქმა უნდა მეხუთე კლასში წვერები სათქმობდა, ხო, მე ამომივიდა. ხო და აი წვერი მაქვს მოშვებული გრძელი თმა მქონდა ცოტათი, ისე არა ეხა როგორც თქვა მაგალითად რომელიმე როკ მომღერალს რა. ხო და 198 იყო ესეთი მარშრუტკა. აი ნიკოპსიიდან დარუბანდამდე რო მიდიოდა რა, მთელ საქართველოს რო კრუგს დაარტყავდა და მე რომ მოვიდოდა მაინც და მაინც გადასასვლელ ხიდთან და მე კიდე გდანში მიდიოდა. ესე იგი, ეს მარშრუტკა ჩერდება, ეს მიკროავტობუსი, ხო, მარშრუტკა არ გვინდა რა ვთქვათ, მიკროავტობუსი ჩერდება და კარი იღება და ეს გოგო გადმოდის რაც. თავის ბავშვს შვილთან ერთად. და აი კი არ გამიხარ, ჯერ გავჩერდი, ჯერ ეხა ხო ვლოცულობდი და ხო ვამბობდი რომ მეთქი მე მივიდე და ბოდიში მოვხადო. ნაბიჯის გადადგმა გამიჭირდა, რომ ოი, აი ეს ადამიანი აქ არის და რა გავაკეთო ეხა. ეს გოგო მოდის და ვერ მიცნო ეხა, რა თქმა უნდა, მე მივედი მასთან და ვეუბნები რომ მაკა როგორ ახარ მეთქი. ხო და ეს გოგო მიყურებს და გიორგი შენ ახ კი მეთქი, მე ვარ გიორგი ვარ მეთქი და მე ვთხარი მაკა მეთქი, ჯერ ესეთი გამიხარ და რო გნახე მეთქი.
და მეორეს მეთქი კიდე ბოდიში მინდა მოგიხადო მეთქი და რაზე გინდა გიორგი ბოდიში მომიხადო და მეოთხარი სკოლაში ხო გაბრაზებდი მეთქი რა. კაი გიორგიო რა, დავიწყებული მაქვს უკვე რა რისი სკოლა იმდენი რაღაცა მოხდა ჩემ ცხოვრებაში გავთხოვდიო მე ბავშვები აგერ ის და აი მეოთხარი რომ გულში მქონდა მეთქი რა, ეგ დარდი მეთქი რომ არ იმსახურებდი მეთქი, კეთილი ადამიანი ხარ, პატიოსანი წესიერი ადამიანი ხარ და ჩემგან ნაღდად არ იმსახურებდი მეთქი რომ აი ესე მე მოსულიყავი და შენზე თქვათ აი დამეცინა რაღაცა აი უხერხულ მდგომარეობაში ჩამეგდე მეთქი რა. გიორგი ღმერთმა გაპატიოსო და ღმერთმა ისო რა ქვია აი როგორ იცი ღმერთმა დაღლოსო და რაღაც ისე გულიანად მითხრა რა ყველაფერი რა და აი როგორი ლოდი მოვიშორე იცით გულიდან თან გულით მივედი მე ადამიანთან ამ ადამიანს რო ეთქვა აი დაჩოქებისთვისაც მზად ვიყავი მისი რომ აი მაპატიე მეთქი რა არავითარი ფარისევლობით არავითარი იმით ნაღდად მინდოდა რომ ბოდიში მომიხადა რა და ეს სევდა და ეს ტკივილი მოვიშორე რა თქმა უნდა ხო და აი ეს გოგო მე რამოდენიმეჯერ შემხვდა მე კიდე ერთხელ და მე უკვე ხო ნუ მე უკვე წამოვედი საქართველოსთან რა და აი ეს ისტორია ხა რატომ მოყვები იმიტომ კი არა დედა რა გულიანი ბიჭია და ეს დაგვიბრუნებს აფხაზეთს და რაღაცა ესეთი რაღაცეები ეს მოვყევი რომ თქვენც რო არ ჩავარდეთ ეგეთ მდგომარეობაში და სევდა არ მოგაწვეთ მე აი როცა დრო გავა თუ გაგახსენდებათ რა თქმა უნდა რომ აი თქვათ ვიღაცას ცუდად მოიქესით რა ამიტომ ვამბობ რომ ჩემი ვიდეო ეს არის გაზიარება ჩემი იმ თქვათ ანუ გამოცდილების თქვათ ხო ოპიტი უნდა მეთქვა რა ხო და არ მინდა გამოცდილებას ვიტყვი ესე იგი ეს მინდოდა რომ მომეყოლა რა ამ ადამიანს დღესაც უსურვებ კაცო და კიდე სხვათა შორის იმ ადამიანებსაც ვისაც გული ვატყენინე ღმერთმა მომცეს შანსი რომ მაგათ წინაშე მე შენდობა ვითხოვო ოღონდ ეს იმას ვამბობ რომ მე ვისაც დავუშავე რამე ხო და ამიტომ ხო ცხოვრებაში არ გამიმეორებია იმის მერე თქვათ ეგეთი ფაქტები ანუ არ ქონია სურვილი რომ თქვათ ვინმეზე თქვათ დამეცინოს ეხლა თუ არ ჩავთვლით იმ ქუჩის ხუმრობებს რაღაც მეგობრებთან ერთად ეს კი მაგრამ აი ისე როგორც ასე აი პიროვნულად დავირჩიო ვინმე და დავცინო და ტილილამდე მივიყვანოს გავსი ეგეთი ფაქტი არც მინდა გავიმეორო ღმერთმა არ გამომეორებინოს რა იმიტომ რომ ნაღდად აი ხა შეხედული მაქვს ინტერნეტში რა ხდება დედის გინება შეურაცხყოფა დაცინვა ეს აი როგორ იცით რაღაც ვიღაცაზე მაღლად ჩათვლა და ასე შემდეგ მე ვფიქრობ რომ არ არის სწორი ეს რა დამიჯერეთ ეს პირველ რიგში თქვენ გეწყინებათ როცა დრო გავა რა პირველ რიგში გეწყინებათ თქვენ ინტერნეტიც მე ვფიქრობ ზუსტად არის რაღაცა მომენტები სპეციალურად გაკეთებული რომ ადამიანი იქ უფრო გამბედულია და იქ უფრო ადვილად შეუძლია რომ თქვათ ვიღაცა შეურაცხყოფა მოაყენოს მე ვფიქრობ რომ თუ ვიდეო არ მოგწონს მე კიდევ ერთხელ გამეორდები ვიდეო თუ არ მოგწონს შეგიძლია უბრალოდ გადახვიდე და არ უყურო დაბლოკო ეს გამომწერია ეს ადამიანი საერთოდ და ასევე მიუთითო რომ რეკომენდაციაშიც არ მოხვდეს ეს ვიდეო და ამით დამთავრდება რა всё რა თუნდა ეხა იმას და გინება და ერთი ამბავი რა აი ეს მინდოდა მომეყოლა და რავი ხვალ ორშაბათი არის და კაი სიახლეებით დაწყებული იყოს თქვენი დღე და ყველაფერი რაც კი ცუდი ყოფილა წარსულში დარჩენილი იყოს რა და მომავალში არ გაგვიმეორებინოს თქვათ ისეთი შეცდომები რაც გქონია დაშვებული აბა ყველას ღმერთმა ხელი მოგიმართოთ ხო და დაელოდით კიდე სხვა ვიდეოებსაც ჩავწერ აუცილებლად იმიტომ რომ ეს ჩემი გვერდია